მოკლედ დავბოდიალობ დორტმუნდის ქუჩებში და რომ მეგონა რომ დორტმუნდის ბორუსია და იქ სტადიონი და სიგნალი დუნა პარკი და მთელი ამბები თქო თურმე სად ყოფილვარ ეს არის პოლიციას არ გაუულია რაც აქავა ორი კვირა ეხლა მიდის სპეცრაზმი ყველაფერი ხო მოკლედ ეს ყოფილა ეს შენობა გერმანიის ფეხბურთის მუზეუმი ანუ როგორც აი ნაკრების მუზეუმი ასე ვთქვათ გერმანიის ნაკრების მუზეუმია რა გერმანიის ნაკრების ისტორია ტიტულები და მოკლედ მთელი ამბები რაც აქვს გერმანიის ეროვნულ ნაკრებს ერთად არის თავმოყრილი აი ამ ლამაზ შენობაში ჩემს უკან ხო და ეხლა შევიდეთ და დავათვალიეროთ აბა რა ხდება შიგნით ძალიან ლამაზი ადგილია ბავშვები ექსკურსიაზე არიან ბილეთი გვაქვს წავედით ეხლა მუზეუმის ისტორიებთან როგორი ძველი ტელევიზორია. და რადიო დიდი ალბათობით მაშინდელი. ისტორია ცოცხლდება ამ ოთახში. წარმაგარია. არა არის ამდენი ფოტო საჭირო. აქ კი მთავარი შოუ დაიწყო. ეს არის მუზეუმის ყველაზე გამორჩეული და ცენტრალური ადგილი, სადაც ესეთი ინოვაციური, ლამაზ და თანამედროვე მონიტორებია წარმოდგენილი, სადაც გერმანული ფეხბურთის ისტორია ჩვენს თვალწინ ცოცხლდება.
Mit Leib und Seele haben wir immer gekickt, dass ich Trainer und Weltmeister werde. Das habe ich mir wirklich nie erträumt. Das war für uns ein 10-Jahres-Projekt. Darauf zuarbeiten, auf den großen Titel. Alle Trainer haben einen immensen Anteil daran geleistet. Wir sind alle Weltmeister geworden. Die Goldene Elf, die gibt es nicht mehr. Mit nur 11 Spielern wird man nichts mehr gewinnen. Mit der WM 2006 hat ja was begonnen, was wir uns vorher gar nicht so vorstellen konnten. Es gab eine Vereinigung zwischen Sport und der Nation. Durchhalten auf hohem Niveau ist nicht immer ganz so einfach, weil die Luft dann natürlich aus. Das ist der Traum, Weltmeister zu werden und man hat nicht jede oder alle 4 Jahre die Chance, im Halbfinale zu stehen. კომენტატორო ჯიხურები. Sky Sport. ეგარია. ერთი ჩემიანი კაცის ვიპოვე. Ой, Унай Эмери. Bundesliga-ის კუთხე, ცალკე. და საკლუბო ფეხბურთი. ეს რა მაისური გაეძრო. რაული როცა შალკეში თამაშობდა. ერთ კაიკაც მოეწონება ეს მაისურევიც ზუსტად. ყველა კლუბს, ყველა ბუნდესლიგის წარმომადგენელს თავისი და ყოფილ ბუნდესლიგის წარმომადგენლებსაც ისტორიული კლუბებია, თავისი უკავია კუთხე ამ მუზეუმში და ძალიან მაგარია, როგორ არის დაფასებული საკლუბო ფეხბურთი. ეს კი მუზეუმებში ჩემი საყვარელი ადგილია, რა თქმა უნდა, თასების კუთხე. Ну, ამ შემთხვევაში ოთახი. 4 მსოფლიო ჩემპიონატი, 3 ევროპის ჩემპიონატი და 1 კონფედერაციის თასიც. სწორედ ესაა იმ ტიტულების ჩამონათვალი, რომლის მოგებაც გერმანიის ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა შეძლო.